ვართ. გამარჯობა ყველას დილამშვიდობისა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიიდან საბურთალოზე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით თემა, რომელზეც თქვენ მე ბევრს მწერთ და გაწუხებთ, მაგრამ დღეს კაი ამბავია. ხსლომაზე მოვედი აქ დასასწრებად, იცით რომ თქვი რომ უსერიოზულესი საკითხია ცხოვრების გაძვირება და საარსებო კრიზისი, რომელიც თქვენ ყველას გაწუხებთ, ხალხს, რომელიც კომისიაში ზის და რომელსაც 15, 16, 18000 ლარი აქვს ხელფასი, ეს არ აწუხებს. მაგრამ დღეს კარგი ამბავი არის, რაც სწორედ ჩვენი მიღწევაა ის, რომ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგიის კომუნალურების გადასახადები არ გაიზრდება. თუმცა აქვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს მოხდა პრემიერთან კონსულტაციით, რაც კანონის დარღვევაა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ჩვენმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ რა დღეში არის ჩვენი ხალხი და ის საარსებო კრიზისი, რომელიც არსებობს. შესაბამისად, ტარიფი არ გაიზრდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ შეიძლება გაიზარდოს არც 3 თვეში, არც 6 თვეში და არც კიდევ ერთ წელიწადში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან არის ღრმად უსამართლო ეკონომიკური სისტემა. მაშინ როდესაც ჩვენ ბოლო ლარებს ვიღებთ ჩვენი ჯიბიდან, იმისთვის რომ გადავიხადოთ კომუნალურები. უდიდესი კომპანიები, ენერგოკომპანიები არ იხდიან გადასახადს. მე და თქვენ ვიხდით გადასახადს იმისთვის, რომ მათ აწარმოონ ბიტკოინები სპეციალურად შექმნილ ზონებში და გადაიხადონ 0 თეთრი თქვენთვის და ჩვენ სასარგებლოდ. ის უსამართლობა, რომელსაც თქვენ ხედავთ ყველგან, ენერგეტიკის სფეროშიც არის. ისიც უნდა დაუმატო ამას, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული საქართველო რუსეთიდან შემოტანილ ენერგორესურსებზე, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა, ეს ვითარება გაუარეს და როგორც ნარკოდამოკიდებული, სწორედ ასე ვართ მიბმული ჩვენ ენერგორესურსებზე, რომელიც შემოდის რუსეთიდან. ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა მართალია ამ ორგანოს ნაკლებად ეხება. მოკლედ, ეს მიღწეულია, რომ ტარიფი არ გაიზრდება, არ შეიძლება დღეს გაიზარდოს საარსებო კრიზისიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ კმარა. ის ეკონომიკური ჩაგვრა, რომელიც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ეს ის სფეროა, სადაც სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს.